დავიწყეთ. მოგესალმებით ყველას, ვინც გვისმენს და გვიყურებს. მოგესალმებით შტაბიდან. ცოტა დიდი პაუზა გამოგვივიდა, არ გვჩვევია ბოლო დროს სამხელო პაუზები, რაღაც 3-4 დღეში ერთხელ ვდებდით ხოლმე ახალ ვიდეოს და ეხლა თითქმის ერთი კვირა გავიდა და პრინციპში ეს იმით არის გამოწვეული, რომ ბევრი რაღაც ხდება ერთდროულად და აი რაღაცნაირად არ გამოვიდეს რომ მხოლოდ კომენტარებს ვაკეთებთ და თან სანამ ვიწერთ ხოლმე ვიდეოს და ვდებთ კიდევ რაღაც ახალი მოვლენა ხდება და აი ამაზე გვინდა რომ დროული რეაგირება გავაკეთო და თან ისეთ მოვლენებზე რომელიც პრაქტიკულად პროტესტისთვის და იმ ადამიანებისთვის ვინც გვისმენს და გვიყურებს რაღაც პრაქტიკული სარგებლის მომტანი იქნება რა. ზოგადად მოვლენების აჩქარება აი არ ვიცი ვინც რეჟისურასთან სცენა დრამატურგიასთან ქონია შეხება შეიძლება იცოდეს ეს რომ მოვლენები თქვათ ამბის დასაწყისში ანუ ამბის წყობა ასეთია მოვლენებს შორის მანძილი ასე ვთქვათ დიდი არის ხოლმე როცა ამბავი იწყება და რაც უფრო მეტად უახლოვდება კულმინაციას მოვლენები ძალიან სწრაფად ხდება და ჩქარდება ხოლმე რა. მე არ მინდა ეხლა იმ განცხადებას არ ვაკეთებ, რომ რაღაც კულმინაციას და დასასრულს უახლოვდება, არა, მაგრამ აი რაღაც კულმინაციაში შევედით რა, რაღაც კულმინაცია გვაქვს და აი პრინციპში მოვლენების და ახალი აი ესეთი წონიანი ნიუსების თავს ხმა მოდის რა ყოველდღიურად რა. და დღესაც აი ეგეთი დღე იყო და წინა დღეებიც ეგ იყო რა. ეხლა შეძლების დაგვარად შევეცდებით რომ ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანები გამოვყოთ, გარკვეული კომენტარები გავაკეთოთ და შემდეგ გადავიდეთ იმ თემებზე, რაც პრინციპში ჩაფიქრებული გვაქვს რა და ალბათ მე ვიტყვი, აი გიორგის ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი სტატუსი ჰქონდა, რომელსაც მივაქცია ყურადღება და რომელიც ეძღვნებოდა იმ გამოცდილებებს, წინააღმდეგობების გამოცდილებებს სხვადასხვა ქვეყანებში, რომლებიც გაიმარჯვეს ან ზოგიც დამარცხდა და აი ამის მიზეზებზე იყო და ძალიან ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ აი ამებზეც ვილაპარაკოთ რა და კიდევ სხვა რაღაცებიც არის, რაც დღეს გვაქვს ჩაფიქრებული და დაგეგმილი და დავიწყოთ გიო მოგესალმებით. მოგესალმებით ჩვენ მსმენელსაც მივესალმოთ და შევახსენოთ რომ subscribe-ი, ანუ გამოწერის ღილაკი ყოველთვის თან ახლავს ჩვენს ვიდეოებს გამოიწერეთ და ჩვენც მეტი ხალისით გავაკეთებთ ჩვენს საქმეს. ხო, რა ვიცი, შენ გინდოდა რომ დაგვეწყო აი ამ რაღაც პარალელებით, ხო? რაღაც სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებასთან. ხო, პრინციპში ვფიქრობდი, მოდი მაგით დავიწყოთ რა, მინდოდა მაგით დაწყება და შენ ჩამოთვლილი ქონდა აი ვარდების რევოლუცია, ეგვიპტის გამოცდილება, ვენესუელა, ნიკარაგუა, ბელორუსია, რუსეთი და სხვადასხვანაირად წავიდა პროტესტი. ყველა აი ამ кейსში რა, ამ მაგალითებში და რაღაც პლუსები და მინუსები იყო და ზოგმა გამოიწვია პროტესტის დამარცხება ან მინავლება და ზოგმა პირიქით გამარჯვებაც რა. მაგალითად ვარდების რევოლუციისთვის. კარგი იქნებოდა ეს. ძალიან მნიშვნელოვანია ხო პარალელებიც. უბრალოდ მოდი დავაფიქსიროთ არა, ახლა სად ვართ, იმიტომ რომ პრინციპში შენ ამბობდი რომ სანამ ვიდეოს წერთ ხოლმე კიდე რაღაც ხდებაო და აი მაგ არგუმენტს დაუჯერეთ ორივემ რომ მოდი კიდე რაღაც იყოს და მოდი და დღეს ახლა რო ვაპირებდით ჩაწერას და კიდე რაღაც ღამის პრესკონფერენცია უცბად დაიდო რა და ასე რომ ხო ძალიან რთულია ცადო რაღაცების შეჯამება იმ პროცესში როცა მართლა ყოველ მომენტში რაღაც ახალს ელოდები, მაგრამ მოდი დავაფიქსიროთ ჯერ სად ვართ რა და ამის ფონზე და ამაზე დავაშენოთ მერე ხო კიდე დანარჩენი. მე მართალი გითხრა ძალიან შემაშინა დღევანდელმა ღამის პრესკონფერენციამ და საერთოდ დღევანდელი დღის მთელმა განვითარებამ და შემაშინა რატო ჩემთვის ცხადია რომ არსებობს თვითმკვლელების რაღაცა გუნდი, ეს არის მთავრობა, ეს არის ძალოვანი უწყებების რამდენიმე ასე თქვა დაჯგუფება
ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ ყველაფერი ჩადეს აი ამ თავის ცხოვრების წესში რა. და მე მაგათი გადაწყვეტილება მაგათ უნდათ რომ ეგრე იცხოვრო. ხოდა მე შემეშინდა რისი, რომ ეს ადამიანები ძალიან ბევრ დანაშაულო ახალგაზრდას ჩაითრევენ ამ საქმეში. აი რაღაცა ვაშკაცურად მარტო კი არ ჩაიძირებიან, რომ კაი ჯანდაბას ჩვენი თავი და ჩვენ რაღაცა ვქენით და არ გამოგვივიდა და არსებობდა ეგეთი წესები რა ქვეყანაში და ამ ქვეყანაში ჩვენ ქვეყანაში ცხოვრობდა ეგრე ხალხი, რომ ჯანდაბას რა დამემართა ხოლერა თუ რაღაცა სახადი, შავი ჭირი, უბედურება და მე რა ფეხზე ვდგავარ და კიდე რაღაცა შემიძლია. არა, მე უნდა წავიდე ახლა და მკვდრებთან უნდა დავჯდე და მე იქ უნდა მოვკვდე ნელ-ნელა, რომ სხვას არ დავმართო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აზროვნების წესი რა, ეს ხევსურეთმა იმ დრომდე მოიტანა, რომ ეს დაფიქსირებულიყო, ამის დოკუმენტირება ყოფილიყო, თორემ მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ კუთხეში შეიძლება ეს ტრადიცია ყოფილიყო. სხვანაირად ძნელია გადარჩეს პატარა მცირერიცხოვანი კულტურული ერთობა რა. ჩვენ ხო რაღაცა ერთი ესეთი ეთნიკური ჯგუფი არა ვართ, ხო? ჩვენ ენა გვაერთიანებს ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც პერიოდულად ხდება ქართველი რა და მე მორჩა ქართველი გახდა და გახდება რა და ეს ქართველობა არის ენასთან ასოცირებული როგორც წესი რა ამ ენაზე იწყებს ადამიანი ლაპარაკს და მე დარწმუნებული ვარ რომ ბევრგან იყო ეს ქცევა აი ცუდად გახდა ადამიანი მიხვდა რომ აღარ ეკუთვნის ამ სამყაროს რა და გადის თვითონ თავის ნებით ხვდება რომ ნუ რა მოხდა რა დღეს ეგ გახდა ცუდად ხვალ შეიძლება სხვა გახდეს ეგ არის გასაკეთებელია გადის და მარტო არის ეს სახადი რომელიც ამ თავრობას დაემართა ეს სხვანაირი სახადია ეს სახადი თიშავს აზროვნებას რაღაცნაირ ცხოველს აღვიძებს ეს უფრო ცოფია ჩემი აზრით რა კი არ გადის ცოფიანი და კი არ ცდილობს რომ მარტოობაში თავის ავადმყოფობას დაუპირისპირდეს ის გარბის და ცდილობს რომ დაკბინოს რაც შეიძლება ბევრი აი გაავრცელოს ეს რა დაავადებას აქვს ეს ეთყობა ამ ვირუსს ხო გონებაზე აქვს ეს ზეგავლენა რომ ესე გავრცელების ფორმად ის პოულობს აი ამ მდგომარეობას რა ესე იგი უთიშავს გონებას ინფიცირებულს და მიაგდებს მას ნებისმიერ პოტენციურ სხვებზე რომ გადავიდეს იქით გავრცელდეს რა აი ხა ჩვენ გვაქვს საქმე რაღაც ეგეთ ასე ვთქვათ ვირუსთან თუ რაღაც ეგეთ სიშლეგესთან რომ ეს ადამიანები ცდილობენ რომ გავრცელონ ეს მაქსიმალურად იმიტომ კი არა რომ თვითონ გადარჩებიან ეს ვირუსი ითხოვს გავრცელებას რა ანუ აი ეს უცხო სხეული რომელიც ჩასახლებულია ამ ტიპებში ის ცდილობს რომ გავრცელდეს რაც უფრო მეტში გადავა უფრო მეტად ასე ვთქვათ თავის მისიას მიაღწევს ანუ აი ახლა მე ამის შემეშინდა რომ ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს ბევრი ჩაითრიონ აი ამ სანქციებში და ეს რუსული ვირუსია ბელორუსი ეგრეა ხო ოღონდ ბელორუსის შემთხვევაში ჩვენ ლაპარაკობდე შესწორად თქვი რომ მაგა თუ არა პრინციპშიო ეგენი არც გამოსულანო საბჭოთა კავშირიდან რა ანუ სხვანაირად შეეყარათ ეგ ვირუსი ანუ საერთოდ ვერ მიხვდნენ ისე გახდნენ ცუდად და მე ახლა ძალიან ძნელია მორჩი მაგ მდგომარეობიდან ნუ ჩვენ შემთხვევაში ჩვენ ვიცით ახლა რა არის კარგი რა არის ცუდი ვცდილობთ ამ კარგისკენ ვიაროთ არის ბრძოლა ადამიანების ჯანმრთელობის და ფსიქიკის ხარჯზე და ძალიან ბევრი დაზარალებულია და აი ეს ვირუსი ცდილობს რომ გავრცელდეს რა და ორგანიზმები დაყაროს რა ჩვენ გახსოვს რომელიღაც ჩანაწერში არ ვიცი ზუსტად რომელში მაგრამ აი პიროვნულ აშლილობებზე ვილაპარაკეთ და აი ბ-კლასტერი ვახსენე პიროვნული აშლილობა და ეს ნარცისიზმი, ფსიქოპათია, სოციოპათია და ასე შემდეგ. აი მაგ დაავადებებს აქვთ ეგ.
აი რეალურად ვირუსივით არის, რომელსაც აუცილებ. უბრალოდ ისეთ წნეხში აგდებს სხვა ადამიანებს, რომ მასაც ასე ვთქვათ ნარცისული ტრავმა ემართება და უკვე თვითონაც აი მაგ ფლანგზე გადმოდის რა. და არის ეგ, ანუ ეგ არ არის უბრალოდ ხარაგმულად ასე ვთქვათ ნათქვამი, რომ აი ხო აუცილებენ, მართლა აუცილებენ, რეალურად აუცილებენ რა. ნუ ეს არის ჩემთვის ძალიან ეს კატასტროფა არის. მე ხა სულ სხვა გადმოსახედიდან ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ეხლა შენი გამოცდილება სხვა არის და მე ძალიან კონკრეტული სტუდენტები მყოლია, ვინც დღეს ამ ძალოვან უწყებებში მუშაობენ რა. ახლა სამართალდამცავს აღარ ვამბობ, უბრალოდ ვიტყვი ძალოვანს, იმიტომ რომ ძალის დემონსტრირებაზე დადგა ინსტიტუტები, რაღაცნაირად სამართლიანობის განცდა გამქრალია რა და მე მეცოდება ყველა ეს ახალგაზრდა ადამიანი რა. მათ ესე იგი შეუქმნეს რაღაცა წარმოდგენები, რომ რაღაცას ემსახურებიან. ისინი რასაც ემსახურებიან, ეს არის რაღაც წესრიგი. ამ წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენთვის არის თანაარსებობა წარმატებულ სოფლიოსთან და ეხა ეს კოდი ისე შეუცვალეს ამ ხალხს, ისე უცვლიან, ასე ვთქვათ რა, ჯერ ცდილობენ რომ შეითრიონ, ჯერ არ ვიცით შეითრიეს თუ არა, ცდილობენ შეითრიონ, ისე უცვლიან, რომ ესე იგი ფაქტიურად ძირითადი გამოაძრეს. ანუ ჩვენ ვართ სახელმწიფო, ამბობენ ეს მოქმედი, ასე ვთქვათ, თვითმარქვია მთავრობის წევრები და გულისხმობენ თავის თავს და თავის ოჯახებს. აი მართლა ეგეთი რაღაცა არის. და ორი რაღაც იყო რა დღეს, ჯერ სანქცირებულები რაღაც სიმბოლური თანამდებობები მისცეს და ორდენები დაურიგეს და რა ვიცი რომ ვითომ გამხნევდით ბიჭებო, არაფერი არ მომხდარა, ჯერთი ის ვისაც დაურიგეს, მე ვერ ხვდები ის გამოცდილი ხალხი არანაირად მივიდნენ იმ მომენტამდე, რა მომენტამდეც მივიდნენ რა. ეს კატასტროფა იყო. მათთვის ხო პირადად კატასტროფაა, მათი ოჯახებისთვის ხო ეს რთულია, მაგრამ ეს ხო ერთ დღეში არ მომხდარა, ისინი ხო აქ მივიდნენ აქამდე. და იარეს თვითონ უნდათ რა ვიცი ამაზე, აი ყოფნა თუ რა ვიცი რა იყო, მაგრამ ეგრე მოხდა და დღეს ფაქტიურად კიდე ეხლა უკვე რა ხდება, რომ აი ამ ვითომ გამამხნევებელი ნაბიჯები თუნდაც რომ კიდე უფრო მეტი ჩააყოლონ შიგნით და თან ეუბნებიან რომ თუ რამე ქონებას დაკარგავთო ჩვენ შეგივსებთ ამ ქონებასო. ანუ აი ჩვენ შეგივსებთ, ანუ ტიპები იღებენ და ეს რაღაცა 500 კაციანი, 1000 კაციანი, ხო, 1000 კაციანი სასტავი, აი თავის თავს ყველაფერს ესე იგი ამბობს რომ ჩვენ ყველაფერს უფლებას ჩვენ თავს ვაძლევთ. ამერიკა თუ ფულს გართმევს ამერიკულ ანგარიშზე, მე მოგცემ შენ საქართველოს ესე იგი რესურსიდან ამ ფულს. ტიპს ეუბნები. შენ თუ ამერიკა გართმევს საქართველოსდან მოპარულ ფულს, რომელიც სადღაც გააქვს დაბანდებული, მოპარულს აგლეჯილს წართმეულს, ასე ვთქვათ, ისეთი გზებით რა, არალეგალური გზებით დაგროვებულ ფულს, თუ ამერიკა შენ წაგართმევს, შენ გექნება ეხლა შანსი, რომ კიდევ უკვე ლეგალურად მოგცეს იგივე თანხა საქართველოს და აი მეორედ, ასე ვთქვათ, ქვეყანა მეორედ გადაიხადოს რა. ეგ არის, აი ამაზე ლაპარაკი. არა 1000 კაცი ამბობს, რომ ჩვენ ამ ქვეყანას ბოლომდე გამოვხრავთ რა. ბოლომდე დავიმონებთ. შენ ძალოვანებს გულისხმობ? ყველას. მე მგონია, რომ ცოტა ელიტების შანაცვლებად წავიდათ. ანუ ეს ძალოვანები, ეს 500 ადამიანი, აი ესე ვთქვათ. არა, პლუს მთავრობა დაამატე, პლუს პარლამენტი დაამატე. კი, მაგრამ აი ამ ადამიანებმა იმ ხელა საქმე გაუკეთეს, ეხლა თუ გააკეთეს თუ რაღაცა, შეიძლება მაგითიც აბამდნენ, ასე ვთქვათ, რომ პრინციპში პირველ პლანზე გადმოვიდნენ. ანუ ის უბრალო კოცი ვიღაც, ასე ვთქვათ, ნაცრისფერ პიჯაკიანი ადვოკატა, სოციოლოგა, რაღაცა ეგ მასტები უკვე უკანა პლანზე გადადიან და პირველ პლანზე გადმოდიან აი ესენი. შეუდრეკელები ეს რა ქვია, სპეცნაზელი გმირია, აი ესენი რო ყვირიან. მე მგონია, რომ უკვე აი ეს პირადი დაცვა უკვე და ორსულ ქალსო ცემენ რა. სპეცნაზელი გმირია და ორსულ გოგოს ცემენ, ურტყავენ ვიღაცას თურმე ეს ქალი წაიყვანეს, დააშინეს და რა ვიცი ადამიანი გაატარეს საშინელ დღეში, აგერ ინტერვიუ ნახეთ ვიღაცებს, მუხლებზე აყენებენ გოგოებს და
რაღაცა იქ შეურაცხყოფებს აყენებენ და აი არ ვიცი ეგენი საერთოდ ვინ არიან და საიდან მოვიდნენ ეგ ადამიანები სუიციდი კი არა, თვით თავგანწირვა ახსენე მათი რა. ხო, თავგანწირვა უბრალოდ პოზიტიური კონტექსტი აქვს ვიღაცას რომ დაეხმარო ამას აკეთებდა. ესენი თვითმკვლელები არიან. კი. ესენი არიან თვითმკვლელები რა. ანუ ესენი არიან როგორი ტიპები, იცი? აი ასასინები რო არიან იმაში რა, რა ქვია, ასასინების მითი როა რა, ამ სპარსელებს რო ყავდათ ეს ტიპი მიიღებდა დრაგს, აი წინაზე ვამბობდით კიდე რომ ეს ბერსერკები რა ბერსერკი ეს უფრო ჩრდილოელი მეომრები რა რაღაცა მისცემ დრაგებს რაღაცა სოკოებს დაალევინებ ტიპს და რაღაცებს აკეთებს მერე რა ანუ რა ვიცი აზრი აღარ აქვს გონი აღარ მოეკითხება რა მიდის ვიღაცას მოკალავს ვიღაც გაგლეჭს ვიღაცა ან ბოლომდე მიდის ეს ბერსერკი ეგ არის რა თვითმკვლელია პირველი მიდის იაპონელებს აი კამიკაძეები ყავთ ეგეთი და ну რა ვიცი ხა ვიღაც რაღაც კულტურებში მოსულა რომ ეგეთ ხალხს ადიდებენ და აღმერთებენ და გმირებად გამოყავთ თქო დააკვირდი უმეტესობა შემთხვევა ეს ტიპები სადღაც მტერს ებრძვიან და ამ შემთხვევაში ჩვენ შემთხვევაში თავის მეზობლებს ანგრევენ თავის ნათესავებს ანადგურებენ ანუ რა გარანტია გაქვს რომ იქ შენი მეზობელი არ დგას, შენი ნათესავი არ დგას, შენი შვილის ძმაკაცი არ დგას, შენი რა ვიცი ვიღაცა აი შენი ძმაკაცის შვილი არ დგას, ანუ შენ ეს იცი, დრაგს იღებ და მიდიხარ რომ დაანგრიო ეს ადამიანი და მერე ვიღაცა დეგენერატი გიწერს რომ სპეცნაზელი მაგარია და შენ აი ამითი ცხოვრო? ეხლა მე რამდენიმე გვერდზე შევიხედე რა და ნუ ეგ აქვს რა, რომ არიან შეუდრეკელები, აქებენ ერთმანეთს და ის რო სპეცრაზმელი გმირია. ახე შენ ბელორუსის кейსი ახსენე რა. ბელორუსი ეს თან მიმართებით კიდევ ერთი განსხვავებაა. იმის გარდა რომ ტრანზიცია აი რაღაცნაირი გადასვლა მოხდა საბჭოთა კავშირიდან ეგრევე ავტორიტარიზმში, ნუ ნელ-ნელა, მაგრამ თავისუფლების ასე ვთქვათ პერიოდი არ ქონიათ, ხო? ამის გარდა მაგალითად ელცინის შემდეგ ლუკაშენკო თლიან რუსეთის მმართველადაც მოიაზრებოდა პუტინამდე. ხო? ანუ ლუკაშენკოს შემთხვევაში კიდევ გასაგებია აი ეგეთი რაღაცნაირი თავგანწირვა, რომელიც იღებს ყველაფერს ან არაფერს. ანუ ტიპი არის ისეთი, რომ შეიძლებოდა რუსეთის ანუ პუტინის მაგივრათაც ყოფილიყო რა და შეიძლება პუტინის შემდეგაც აი არ ვიცი, მაგრამ ნუ რაღაცა შანსებია. ექნებოდა ასე ვთქვათ. აი ხა კობახიძის შემთხვევაში, ანუ ტიპი რო ხარ, რომელსაც უბრალოდ რასაც გიბრძანებს, ის უნდა გააკეთო. და აი ესეთ რისკზე, ანუ თავგანწირვის რისკზე მიდიხარ, მაგრამ ყველაფერი ან არაფერი არ არის ბზონი. იმიტომ რომ თუ შენზე ზემდგომი გიბრძანებს, რომ ეხა მოდი გააკეთე განცხადება და გადადგე. უნდა გადადგე. ანუ ბიძინა თუ უბრძანებს, უნდა გადადგე და აი ეგ როგორი არჩევანი, ანუ თავგანწირვა არის, მაგრამ იქედან გაქვს ანუ ყველაფერს არიღებ და ავატარი ხარ ხო რეალურად. ფული ამბავია, რავი ო არ ვიცი მე მგონი საშინელი მდგომარეობა იმ თვალსაზრისით რომ ხო იცი არის ცოტა შენ თქვი რომ ეს ადამიანები ამაში შევიდნენ და როდის შედიან აი ამ რაღაცა მაგრამ მე არ ვარ დარწმუნებული რომ ესენი თავიდანვე მზად არიყვნენ ამისთვის და ამას არ აკეთებდნენ ანუ იქ ვიღაცა ლილუაშვილი ანუ ეს არის რაღაც ბანდა ჯგუფი და მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ეს იცოდნენ 12 წლის წინათაც. ანუ ეს ჩვენთვის არის ხოლმე რაღაცები აღმოჩენები, იმიტომ რომ არა გვაქვს ინფორმაცია, ხო და შეიძლება მათ ქონდათ ეგ ინფორმაცია. ანუ ნაბიჯ მიდიან აშკარად და ეს არ არის უბრალოდ შემთხვევით ესე გამოვიდა, ანუ ესე არ არის. ანუ იქეთკენ მიდიან რა. აშკარად ჩალიჩობენ და ჩალიჩობენ რაღაც დაპირისპირებას და მაგიტომაც იჯღანებიან ახლა ყოველი მათი რაღაცა კომენტარი არის დაჯღანვა საზოგადოების დაცინვა დამცირება ხო და ეგეც გარკვეულწილად რაღაც აი მოდი ახლა უყურე დავაკვირდეთ განვითარებას ეტაპობრივად ხო და აი სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების პარალელურად რა გადავიდეთ რუსეთის გამოცდილება ხო რუსეთის გამოცდილება რა არის 90-იანებში რაღაც ექსპერიმენტებს ატარებენ ცდილობენ რაღაც ვითომ შექმნან ეს დამოუკიდებელი ინსტიტუციები დემოკრატიული ვითომ რაღაც განვითარების მიმართულება და
პუტინი იწყებს ამ ყველაფრის დახურვას, ხო? აი ხა დააკვირდი მოდიან ქოცები და რას აკეთებენ? დაწყებული, აი პირველი მაგალითად ხიდაშელი თინა, ხო, რომელიც აი დემოკრატიის, ესე იგი, დამცველად ყავთ, ხო, იქ ქოცებში ამ დროს, ხო? გამოდის და საზოგადოებრივ მაუწყებელს უტყავს. ანუ ინსტიტუციას, რომელსაც პრინციპში დიდი არც არაფერი ძალა თითქოს არ ქონდა, მაგრამ ქონდა თავის დამოუკიდებლობის პატარა სივრცე შექმნილი. თან იმ პირობებში, რომ წინა მთავრობის დროს იყო დაკომპლექტებული და შეეძლო უფრო მეტად გაეკრიტიკებინა ახალი მთავრობა. ანუ რაღაც ოპონირება გაეწია, თუნდაც პიროვნული ფაქტორიდან გამომდინარე რა, ანუ ვიღაც ტიპები ვინც იქ იყვნენ მოწინააღმდეგები ამ მთავრობის, რომელიც მოვიდა, ხო? აი ხო მარტივი ფორმულაა, მაგრამ მაგ ფორმულაზე დგას დასავლეთი რა, ანუ სადღაც ერთი მთავრობაა, მეორეც არსებობს, გამომრიცხავი ეს ერთმანეთის არ არის, ჯერ ერთს უკავია სადღაც პოზიცია, მერე მეორეს და აი ამ ურთიერთკრიტიკაზე არ წმინდა. არა, მაშინ დასავლური ცივილიზაცია არ არის. მთლიანი სივრცის წმენდა არის ჩინეთი. ხო და აი აქ ესე იგი პირველი დაიწყეს დაარტყეს ამას, ხო? მეორე პარალელურად დაიწყეს ნებისმიერი, ესე იგი, რაც კი ძალა წარმოიდგინეს სასამართლო საკონსტიტუციაში მისული ივანიშვილი გაიხსენე, მერე საკონსტიტუციოს მოსამართლეებზე თავდასხმები გაიხსენე საჯარო რეესტრმა როგორ გაუჩერა მოსამართლეებს ქონების გადაცემის ის რო ქონდათ სურვილი ეს ყველაფერი, ანუ უბრალოდ რეესტრმა უარი უთხრა რაღაც ტრანზაქციებზე მოსამართლეებს. მერე იყო უზენაესში დამონტაჟებული მოსასმენი აპარატები, რომელზეც იმდროინდელი გარდაცვლილი უკვე კოტე ლაპარაკობდა კუბლაშვილი. მერე იყო ჩემო ბატონო სახალხო დამცველის სრული, ესე იგი, შიგნით რაღაცა, ესე იგი, სამსახურის ფაქტიურად წაყვანა დეგრადაციისკენ, რაც მივიდა იოსელიანამდე, ხო? ეს რა ქვია, რაც ანუ და ეს სახალხო დამცველი როგორც მუშაობს, ყველანი კარგად ხედავთ. შემდეგი რა არის, ხო, დანარჩენი ისინი, რა ქვია, იქ ენერგეტიკის რეგულირება თუ CSKO-ა თუ ანუ სადაც კი რაღაცა დამოუკიდებლობის ნიშანწყალი, მარეგულირებელი კომუნიკაციების კომისია, რაღაც კი ნიშანწყალი შეიძლება ყოფილიყო დამოუკიდებლობის, ყველაფერი ბოლომდე გაათახსირეს. ეს უნდა გვესმოდეს. იმიტომ რომ მარეგულირებელი უკვე მედიის მარეგულირებელი ბოლოს ისეთ გადაწყვეტილებებს დებდა, რომ არაფერი იმას უკვე ნიშანწყალიც აღარ ქონდა უკვე, ან ბოლო 6 წელია, ბოლო 1 წელია, ბოლო 6 წელია უკვე ნიშანწყალიც კი აღარ ეცხო უკვე იმას რაღაც დამოუკიდებლობის. მერე მიდის უკვე მედიებზე შეტევა, ხო? გაიხსენე რუსთავის შემთხვევა როგორ მიდიოდა, მერე გაიხსენე რა ხდებოდა უკვე სასამართლოები და აი მაგალითად გვარამია, ხო, რომელიც ფაქტიურად, ესე იგი, მაგის ციხეში ჩასვეს ცოლი რატო იჯდა სამსახურის მანქანაში მოტივით, ხო? აი, ეგეთი რაღაცები გააკეთეს, ხო? აი, ამის მერე უკვე რას ვუყურებთ? ბიზნესსაც იგივე ემართება რა. ბიზნესში რა ხდება? ეხლა ბიზნესი ფაქტიურად დღეს უპრეცედენტო რაღაცა ხდება ქართულ ბიზნესში, რომ 1000-მდე კომპანია უკვე რომელიც ღია დაფიქსირებს სახელმწიფოს მიმართ წინააღმდეგობას, თორე ტიპებმა რა ქნეს ადგილი და თავარი ფული, რაც კი შეიძლებოდა რომ თქვა ბიზნესისთვის განაწილებულიყო ბიუჯეტის ყველაზე დიდი ლუკმა, თავის ადგილობრივ კლანებში უბრალოდ ნაგლად დაანაწილეს, ისე რომ ისინი საქმესაც არ აკეთებდნენ. აი მაგალითისთვის ზაჰესის ხიდი, რაღაცა 50 მეტრიანი თუ რაღაცა 60 მეტრიანი ხიდი კეთდებოდა 3 წელი მაგალითად და რამდენი ტენდერი მოიპარა იქ ვინმემ და რამდენი გაიქცა, ეგ უკვე აღარც მახსოვს, ხო? ანუ მერე იყო შემთხვევები, როდესაც უბრალოდ გაკეთებულ გზებს ხელახლა აკეთებდნენ, გაშენებულ ხიდებს ანგრევდნენ და ხელახლა აკეთებდნენ. ანუ სრული საგიჟეთში ვიცხოვრეთ 12 წელი. ეს არის საგიჟეთი, რომელსაც ვიღაცები შეიძლება აფიქსირებდნენ და ამაზე ლაპარაკობდით, მაგრამ ნუ ყოველთვის ისეთი არგუმენტიც იყო, რომ აი ეგ ხო ეგრეთ სუდათაც არ იქნება. აი ეგ არის უკვე რუსეთი, კლასიკური რუსეთი, იმიტომ რომ პუტინი ანგრევდა ადამიანებს, ხოცავდა და დასავლეთიდან კონკრეტულად ჯორჯ ბუშმა უთხრა, რომ მე ამ ადამიანებს თვალებში ჩავხედეო ამ ადამიანსო და მე იქ დავინახეო, რომ
ესე იგი ესო არ არისო ცუდი ბიჭიო, რაღაცა ეგეთი რაღაცა უთხრა რა. ანუ აი ეს მომენტი, როცა ანგრევს, მაგრამ გარედან თითქოს და წამახალისებელი შეტყობინებები, ვიღაცების სულ თანამშრომლები ან ვიღაცების სულ ეპარტნიორები ან დახმარების ფულებს მაინც იღებენ და ამბობენ, რომ აი რა ვქო, ჩვენო ცუდები ვიყოთ, აგერ ევროპელები გამოგვიყოფდნენ გრანტს. აგერ ამერიკელები ფულს მოგცემდნენ, აი ამას ამბობენ 10 წელია, 11 წელია, თუ 12 წელია, ხო? ანუ რეალურად შარშან დაიწყო კრიზისი. ანუ დასავლურ სამყაროსთან მიმართებით ამათი კრიზისი დაიწყო შარშან, მას შემდეგ რაც პირდაპირ დაადანაშაულეს დასავლური ინსტიტუციები ქვეყანაში რაღაცა ძირ გამომთხრელ საქმიანობაში. არა, მე მენიშნა ეს 70 მილიონი დახმარების გაუქმება უარი რო თქვი, ესე იგი, თქვა ვწდების სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებული. ბიჭო, სასამართლოზე უყურე, სანქციები დაედოთ მოსამართლეებს, ხო? და ნუ მაშინ დახმარებაზე, ანუ აი ხო, ნუ ეხა სანქცირებულია, ხო? ანუ სანქცირებული იყო სისტემა, ანუ ესე იგი რეფორმები ტარდებოდა 10 წელი, თუ 12, თუ 14, თუ 15 წელი, აღარც ვიცი საიდან დავთვალოთ ახლა და ბოლოს მივიდა იქამდე, რომ სანქცირებულები არიან დღეს მოსამართლეები რა. ანუ ძალიან სერიოზულ ჭაობში დავდივართ და მე მიკვირს, რომ როგორ გადავრჩით და როგორ შევინარჩუნეთ ადამიანებმა, ესე იგი, მართლა რაღაცა სერიოზული ისტორიული მეხსიერება მოგუყვება რა, რომ სადოთ და გადავრჩეთ და რაღაც გონიერება მოგყვება, რომ არ გავაფრინოთ, არ გავგიჟდეთ, აი იმდენ უსამართლობაში ვართ გამოვლილები. ეს უნდა გვახსოვდეს და რატო, იცი, შემდეგი რაც ამათ გააკეთეს. და მუდმივად პარალელურად და აქ უკვე ნიკარაგუას გამოცდილებაა რა. მათ სრულად გაანადგურეს, ყოველ შემთხვევაში სცადეს, რომ ოპოზიციის იდეა გაენადგურებინათ ქვეყანაში. ოპოზიციის იდეა გაენადგურებინათ და ნიკარაგუას სხვათა შორის ეგ დაემართა რა. ანუ 21 წელს იყო ახლა თუ არ მეშლება არჩევნები, სადაც გადიოდა, ნუ რაღაც ოპოზიციური პარტიები გადიოდნენ, მაგრამ აი აქტიურმა სამოქალაქო მოძრაობამ თქვა, რომ ჩვენ არავის არ ვენდობით და ახალ ხო არ წახვიდეთ არჩევნებს. ანუ მაგას რო ამბობ, ხო? ბუნებრივია, რომ შენ ოპოზიციურ ამორჩეველს ხსნი არჩევნებიდან, ტოვებ მარტო მთავრობას თავის ამორჩეველთან ერთად. თორე არჩევნები კი არ უხდება. ეგრე მოიგო იმან ნიკარაგუის აეხლენდებმა მმართველმა და ახლა კონსტიტუცია შეცვალა და კიდევ 2 წლით გაიგრძელა და მე კაცმა არ იცის კიდე რამდენი ხანს გაარს. ანუ ოპოზიციის იდეას აქრობენ მუდმივად. ეს მესიჯი მოყვება ყველა მაგათ მხარდამჭერს, პირდაპირს ან ირიბს. ეხლა საზოგადოებრივ მაუწყებელზე რომ ვითომ რაღაცა დემოკრატიული პროექტი შეიქმნა და სინამდვილეში რეპუტაცია რომ შეუქმნა ამ პროექტმა საზმაუს და ეხლა იმათ რო კოცები მიყავთ და ამ რეპუტაციით ახეირებენ ამ კოცებს, აი მაგ პროექტში უსმენდი ზუსტად ვიღაც ტიპი ლაპარაკობდა, აი კიდე კარგი რომ ეხლა ეს ოპოზიცია მაინც არ მართავს. აი იდეა ეგ არის რომ არა ეხლა არ გვინდა რა ამ ოპოზიციას ხო არ მივსვენ. არა და სინამდვილეში დააკვირდით რა ხდება. ნაცების უდიდესი ნაწილი დღეს კოცებშია. ანუ ტიპებს ვისი ეშინიათ, იცი? თავის ეშინიათ. იმიტომ რომ უყურე სინამდვილეში აი მთელი სიყალბე რა არის. აი ამ ნარატივით ანადგურებენ უბრალოდ მუდმივად ანადგურებენ მათი ეგრეთ წოდებული ინტელექტუალები, რომელიც ყავთ 1500 ლარიანები ვედრო მანეთად, აი გინდა ტელევიზიას აგივსებენ, რადიოს აგივსებენ, გაზეთს აგივსებენ. ანადგურებენ იდეას ყოველთვის, რომ არა აი ოპოზიცია არ იყოს და დანარჩენი ვინც გინდა იყავით. ანუ ფაქტიურად ისინი ესე იგი მიერეკებიან ამ პროცესს ამ ნიკარაგუის სცენარში, სადაც არ იარსებებს არანაირი ალტერნატიული ძალა, პოლიტიკური ორგანიზებული ძალა, სპონტანური ძალები იქნება, სპონტანური ძალები ყოველთვის წააგებენ არჩევნებს. აი ესეთი კიდე აქ ერთი განვითარება. ახლა ზიმბაბვეზე ამბობდი, ხო? მანდაც მნიშვნელოვანი მომენტია. ზიმბაბვე რა არის? სიმბოლო არის გრძელვადიანი, განგრძობითი
დიქტატურის რა, რომელსაც ფაქტიურად მუდმივად თითქოს აქვს წინააღმდეგობა, მაგრამ ეს წინააღმდეგობა ვერასდროს ვერ იმარჯვებს. რატო? იმიტომ რომ მუდმივად კეტავს მთავრობა ამ წინააღმდეგობას, რაღაცა ლოკალიზებას უკეთებს, მუდმივად აცლის თავს, ან როგორც კი ვიღაცა წამოვა ძლიერი და გამოიკვეთება, მაშინვე ან ციხეში, ან ქვეყნიდან აგდებენ და ნუ იქით ყავს მუდმივად, ასე ვთქვათ, დასუსტებული, ძალაგამოცლილი მოწინააღმდეგე რა, იმიტომ რომ პროცესია ცენტრალიზაციისკენ მიმართული რა, აი ამსხვილებს ეს ის არა ქვია, ყველა რაღაცნაირად ძალებს მუდმივ ეს პროცესი გვაქვს და აი ესეც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი იყო, რომ სამოქალაქო მოძრაობა, როდესაც ბოლო 1 წელია ეხლა წამოიწია როგორც განსხვავებული ძალების თანამშრომლობა და არა როგორც ერთი ლიდერის გარშემო ორგანიზებული, რამაც პრინციპში აი კარგად შეეწყო, რომ მთავრობა პანიკაში ჩააგდო. ეხლა დღეს მაგალითად ვრცელდება ახალი კამპანია, რომ გაკეთდეს ცოცხალი ჯაჭვი და იქ პირდაპირ წერია, რომ ამას ერთი არავინ არ გეგმავს, ყველამ თქვენით დაგეგმეთ, ვინც სად ხართ და როგორ ხართ. ეს აპანიკებს მთავრობას, იმიტომ რომ მას უნდა რომ სადღაც ერთ შტაბში დაიწყოს დაგეგმა და მერე ის შტაბი დაითრიოს. ჩაგეჭრები რა მაგ, მარტო მაგის გამო არ აპანიკებ. შენ ეხლა კარგად მოხევი, როგორ ანადგურებენ ყველა ინსტიტუტს მიზანი მიმართულად და აი დასაწყისიდან აქამდე და რეალურად რაც და ვინც ვერ გაანადგურეს, ეს არის ადამიანები, აი რაღაც გენეტიკური მახსოვრობაც ახსენე, ხო? აი რაღაც ადამიანები, სამოქალაქო საზოგადოება, მოქალაქეები, რომლებიც აი ერთადერთი არის, ასე ვთქვათ, ბოლო ბასტიონი, ბურჯი, რომელიც არსებობს ამ ქვეყანაში. დანარჩენი ყველაფერი წაბილწეს, ხო? აი საზოგადოებრივი მაუწყებელი კი არა, აი ყველა დროს არსებობდა სახალხო დამცველი მეტნაკლებად რაღაცნაირი, რომელიც რაღაცას მაინც წერდა რა. და ეგეც კი აი ბოლომდე ტალახში ამოსვარეს. აი ყველაფერი გაანადგურეს, ხო? და აი ადამიანები არის ეხლა ბოლო ბასტიონი და რა თქმა უნდა, აღიზიანებს თვითორგანიზება ამ ადამიანების. ანუ ეგ ნიშნავს, რომ ხო, ანუ ნიშნავს, რომ რაღაც თვითგადარჩენის კი არა, ანუ შეუძლია ამ უკანასკნელ ინსტიტუტს, ასე ვთქვათ, მოქმედება და შეტევაზე გადასვლა რა. კი, არა, ხო, აი ეს რა არის, იცი, ამას დაუსრულებლად ალბათ შეიძლება ლაპარაკი, მაგრამ ჩვენ მართლა რასაც ვხედავთ, ეს არის დიქტატურის, გრძელვადიანი დიქტატურის დამყარების მცდელობა და ეს მოდელები დიქტატურების არსებობს, სხვადასხვა გამოცდილება, აი ძალიან ბევრი ადარებს პუტინს მობუტუს მაგალითად და ჩვენთანაც არის ეს მობუტუიზმის რაღაცა ნიშნები, ან ბევრი სხვადასხვანაირი დიქტატურის გამოცდილება არსებობს და ამ ტიპებმა, ვინც დღეს არიან საქართველოში ძალის გამკარგველები, ანუ იარაღი აქვთ ლეგალურად, ბიუჯეტის ფულზე წვდომა აქვთ თავისი კანონებით, აი ამ ტიპებმა გადაწყვიტეს, რომ გრძელვადიანი დიქტატურა დაამყარონ რა და ეს ყველაფერი შეფუთონ არჩევნებით, რომელსაც ატარებენ ისე, როგორც ატარებენ და დღეს კიდე ერთი რამე მოხდა, დღეს ეუთოს დასკვნაზე დაიწყო ლაპარაკი, დასკვნა ბევრი საათის წინ გამოქვეყნდა, მაგრამ რაღაცა ჯერ მთელი დღე, თქვათ, ალბათ ვიღაცამ ხა წაიკითხეს ეს როგორც ხდება ხოლმე რა. და მოკლედ ესე ძალიან საინტერესო დასკვნაა. რა ვიცი, რამდენიმე რამე შეიძლება ამ დასკვნაზე, ეხლა კიდევ თქვათ, ხო, ფაქტიურად ამ დასკვნაში იმდენ დარღვევაზეა ლაპარაკი, თან პროცენტულად რო აიღო რა, მაგალითად ხმის საიდუმლოების დარღვევა თითქმის 40% შემთხვევაშია დაფიქსირებული რა. და ყველა სხვა მოსყიდვა და აშინება აქ პროცენტები არის ძალიან დიდი. ისეთი პროცენტებია, რომ ფაქტიურად იქ წერია, რომ ანუ არჩევნები არ ჩატარებულა. ანუ იყო ზეწოლა, დაშინება, მოსყიდვა, ხმის საიდუმლოს დარღვევა, მოგრთამვა, რა ვიცი და აი ეს ჩვენი, ასე ვთქვათ, რაღაცა ღამის პრესკონფერენცია ცუცბად გამოახტუნა კობახიძემ და
სცადა, რომ ესე იგი ამ დასკვნისთვის თითქოს ეპასუხა რა, იმიტომ რომ დასკვნაში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამე წერია, რომ მოქალაქეების თვალშიო ეს გაყალბებული არჩევნებიაო რა და ამათ ნახე რა გააკეთეს, ჩვენ კვლევა ჩავატარეთო და აიო 52%-ის თვალშიო კარგად არის ჩატარებული ან მცირე დარღვევებითო. ან რა დეგენერატები არიან, ტიპები თამაშობენ თითქოს თამაშობენ მართლა რაღაცა ესე კომპიუტერულ თამაშს თამაშობენ ტიპები. ჩვენ ხო წინაზე ქონდა სიმულაცია. ალგორითმი უგდებს, მაგრამ რეალურად ეგ არის, ანუ კომუნიკაცია, შიზოფრენოგენური კომუნიკაცია დასწრეთ დაგუკლეთ, რა ვიცი, აი ეგ შიზოფრენოგენური კომუნიკაციის პატერნი. არ ვიცი, რა არის. ესე იგი, ხო, ტიპს ეუბნებიან, რომ არჩევნები გაყალბებული, გადასაგდები არჩევნები გაქვს, ანუ აი ახლა გიწევთ რეკომენდაციას, რომ ყველაფერი გაქვს შესაძლებელი, ან ყველაფერი გაქვს შესაძლებელი, გიწევთ რეკომენდაციას და ტიპი ამბობს შვენიერი, მოდი ახლა უნდა ვითანამშრომლო შენთან და დავიწყოთ რეკომენდაციებზე მუშაობა. 52% ჩემი კვლევით, ესე იგი, ეთანხმება ამ შედეგს, ხო? ოკეი. მე ამიტომ ვამბობ, რომ ესე იგი, მე მგონია, რომ ჩვენ წინაზე რო ქონდა სცენარების განხილვა, სადაც იყო 3 სცენარი და ბოლო იყო სცენარი, რომელიც ფაქტიურად მოლაპარაკებას გამორიცხავს რა, იმიტომ რომ მოლაპარაკების სივრცე იქ მესამე სცენარში არ არის. ჩემი აზრით უფრო მესამე სცენარისკენ ვითარდება მოვლენები, ვიდრე რაიმე კონსტრუქციული მოლაპარაკების სცენარებისკენ, რა, სადაც შესაძლებელი იქნება ამ ტიპებთან რამეზე შეთანხმება რა. ალბათ სავარაუდოდ ჩვენ საქმე გვაქვს ძალასთან, რომელიც მხოლოდ ძალიან ორგანიზებული, დისციპლინირებული ძალით შეიძლება აი მაქსიმალურად, ესე იგი, ნაკლები დანაკარგით იყოს გადაწეული იმ პოზიციიდან, რომელ პოზიციაზეც ახლა განთავსებული რა, იმიტომ რომ მართალი გითხრა დღევანდელი აი ამ ინტერვიუების და დღევანდელი აი ამ სანქციებზე გამოცემული პასუხის, ასე ვთქვათ, შემდეგ არ ჩანს არანაირი გონიერი სივრცე, ასე ვთქვათ, ამ ძალასთან მოლაპარაკების რა. და ეს არის მათი პროპაგანდაც ხო ეს არის, ანუ არანაირი დათმობა არ იქნება ეხლა. მაგას გვაჩვენებენ ყოველდღიურად. ანუ ამას მნიშვნელობა არ აქვს, ანუ ეს გაუფასურება ყველას და ყველაფრის გამოთქმის, წუხილის, დახმარების, შემოთავაზების და ასე შემდეგ, მაგრამ მეორეს მხრივ შეიძლება, ანუ იმასაც ნუ გამორიცხავ, რომ იმან დაურეკოს ზემოდან და უბრალოდ ერთ დღეში შეიცვალოს ყველაფერი. ანუ ეგრეთ არ არის, მაგრამ მეც მაინც სავარაუდოდ მაგეთკენ ვიხრები, რომ მიდიან ბოლომდე დაპირისპირებისკენ და ესკალაციისკენ. ანუ უბრალოდ ესკალაციაზე წასვლის, ბოლომდე წასვლის ზადყოფნას გამოთქვამენ და როგორც კი შენ მიდიხარ ამ ესკალაციაზე, ისინი ფსონს უწევენ და უმატებენ და მე ჩემი შიშიც გაგიზიარე, რომ პრინციპში აი სამი რაღაცა შესაძლო გამოსავლიდან ეს რო ვიგულისხმოთ, რომ მაგალითად სამოქალაქო საზოგადოების გამარჯვება, ანუ ჩვენი წინააღმდეგობის გამარჯვება ერთი რაღაცა შედეგი, მეორე ქართული ოცნების გამარჯვება და მესამე მაგალითად სერიოზული სამოქალაქო დაპირისპირება, სადაც კაცმა არ იცის მერე ბოლოს ვინ გაიმარჯვებს რა, იმიტომ რომ ხო, ქვაზე აღარ დარჩება ასე. რა, აი ამ სამი სცენარიდან ორი აწყობთ. ანუ ორი სცენარი არის მათი. ანუ ეხლა მოდი თუ შეიძლება აქ გავჩერდეთ და აქ გავჩერდეთ და გავაგრძელოთ ჩვენი დრო გავიდა და ვამბობდი რომ ხო თუ გაწყდა ნუ თავიდან დავიწყებ იმას კი არა და გავაგრძელებ ლოგიკური წერტილიდან რომ ანუ სამი რაღაცა შედეგიდან სამი მიმართულებიდან თუ სცენარიდან საერთოდ შეიძლება განვითარდეს მეთქი თქვათ ერთი რომ წინააღმდეგობის გამარჯვება მეორე მხარეს აი ავტორიტარიზმის გამარჯვება და მესამე რაღაც სერიოზული სამოქალაქო დაპირისპირება რომლის შემდეგაც აი ქვაზე არ რჩება ასე თქვათ და ნუ იქ კაცმა არ იცის საბოლოოდ ვინ მოიგებს აი ამ სამი სცენარიდან მტერს ორი აწყობს მეთქი რა. ანუ სამიდან ორი შედეგი აწყობს. ანუ ეს არის 66%, 66 და კიდევ რაღაცა. ანუ პოკერის მოთამაშე მიხვდება რამხელა პლუსები შეიძლება კონდეს მტერს, რომელიც რავი, ეხა პირდაპირ ვამბობ, რა ჩემი აზრით, რომელიც ამათ ათამაშებს რა, რომელზეც მუშაობენ.
ნელ-ნელა მივდივართ მაკეთკენ, რომ მაინც ეგ ვარაუდი ну ან ფაქტია რომ ჩინეთი და რუსეთი დიდი ალბათობით თვლიან ესე იგი რაღაცა ტიპის ლიბანზე, რომელიც შეიძლება რომ არსებობდეს რეგიონში, აი ამ ლიბანიდან ვიღაცები რაღაცეებს თვითონ ყოველთვის აიღებენ, იმიტომ რომ ან ლიბანი ახლა ფაქტობრივად პირობითი სახელმწიფოა რა, იქ არის თუ ვეღარ გაიგებ, ვინ რას სად მართავს, რა გადაწყვეტილებს იღებს, რა გეოგრაფია ვის ხელშია, რა ვიცი, გაუგებარია მე მგონი და დიდი ხანია პრინციპში ეგ მაგითკენ მიდის რა, ეგ ქვეყანა, ხო და ანუ რაღაცა ეგეთი წარმონაქმნის შექმნაზე სავარაუდოდ მუშაობენ და ნუ მერე იქნება ძალიან ადვილი საკონტროლებელი ესეთი წარმონაქმნი რა სახელმწიფოებრიობის ნიშნები რეალური თუ გაუქრეს ანუ ეს არის რა თქმა უნდა მათი ჩანაფიქრი ეგეთი ჩანაფიქრი მათ აქვთ ნუ მეორე თქვათ იქნება შეიძლება რაღაც ჰაიტის მსგავსი სადაც არასდროს პოლიტიკური სტაბილურობა არ არის მუდმივი პოლიტიკური არეულობაა და აქაც ასე ვთქვათ რუსეთი იგებს იმიტომ რომ ნუ ესეთი ქვეყანა ვერაფერს ვერ ვითარდება ვერანაირ ასე ვთქვათ დინამიკას ვერ ქმნის და ნუ რუსეთისთვის ეგ უკვე კარგია მის გარშემო თუ ჭაობებია იმიტომ რომ ამ ჭაობებს მე შეიძლება როცა მოუნდება როცა უფრო მზად იქნება და აიღებს იმიტომ რომ ახლა არა ვარ დარწმუნებული რომ რუსეთი მზად არის საქართველოსში რამე სერიოზულის გასაკეთებლად და აი ეს საარსებო სივრცე ხო ეგ არის ჭაობის სიბინძურე ხო ნანგრევი არის ხო ანუ საარსებო სივრცე ანუ მისი სამყარო სისტემა ეს არის ხო კი სადაც მიდის თავის ამ ჩეხოვებით და ამბობს რომ აი მე მაქვს კულტურა რა და ნუ შენ არაფერი არა ხარ ნანგრევებში შედის და მე ამ თავის რაღაცა აფრიალებს ამ თავის ვითომ რუსულ რაღაცა კულტურას ცდილობს მოიპოვოს უპირატესობა გავლენა და ასე შემდეგ რა მოკლედ ეს თამაში ცნობილი თამაშია და ნუ კიდევ ერთი ვარიანტია და კიდევ ერთი ვარიანტია ვთქვათ რომ ამ ეტაპზე თუ მეტი არ გამოუვას ცადოს რომ მაქსიმალურად იქამდე გაწელოს რომ აი ქვეყანა ბოლომდე კორუფციის ქაქში ჩაახშოს რა და მე კორუმპირებულის აი უკრაინაში როგორც გააკეთეს რა კორუფცია და მე ამ კორუფციით ცდილობდნენ უკრაინის დაპყრობას რა მთელი გეგმა სინამდვილეში ხო ეგრე ქონდათ ეგრე გამოვიდა რა უბრალოდ ნუ გაუნთხუნდათ ბოლო მომენტში ამის ხელის შემშლელი ანუ აღარ აღმოჩნდა არც ინსტიტუტი არც რაღაცა სამართალდამცავი არც სასამართლო არც საკონსტიტუციო არც კონსტიტუცია არც კანონმდებლობა არაფერი ანუ არაფერმა აღარ იმუშავა რა აი რაღაც პატარ წინააღმდეგობები იყო და ყველაფერი ჩაკვდა ანუ არა ერთადერთმა იმუშავა მოქალაქე ხო ეხლა საქართველოში ნახე იმუნიტეტი ასე ვთქვათ ერის თუ სახელმწიფოს აი ეს იმუნიტეტი მიდან ვერაფერმა ვერ იმუშავა, მხოლოდ მოქალაქემ იმუშავა რა. მოქალაქე ძალიან მნიშვნელოვანია რა. კი, მნიშვნელოვანია და მე მგონია რომ აი ამ სამ განვითარებას მეთქი რომ ამბობდი, ამ სამი განვითარებიდან სასარგებლო შენთვის სასარგებლო ასე ვთქვათ, ჩვენთვის ყველასთვის და ქვეყნისთვის სასარგებლო განვითარებისთვის აი მთავარი რაღაცა ფსონის ჩამოსასვლელი აი ეგ არის რა. ეგ მთავარი იმედი ასე ვთქვათ, არის მოქალაქე და აი ეს ჯგუფი რომელიც ჯერ ვერ გაანადგურეს და სავარაუდოდ რავი მე იმედი მაქვს ვერც გაანადგურებენ იმიტომ რომ არა ახლა უყურე მოდი ახლა ამას შევხედოთ რა მოქალაქე არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი და რა აჩვენეს ამ მოქალაქეებმა რა ჯერ ერთი აჩვენეს რა რომ უკვე თითქმის ერთი თვე შესრულდება რა რამდენიმე დღეში უწყვეტი მრავალათასიანი პროტესტის, რომელიც მოქალაქეებმა აქციეს თავის ცხოვრების წესად. ეს აჩვენეს მათ, რომ ისინი ამ სიმბოლურ, ასე ვთქვათ, პროტესტ წინააღმდეგობას კი არ ინარჩუნებენ მარტო, არამედ ეს პროტესტი განვითარებადი პროტესტია. ეხლა ჩვენ მაგალითად უფრო სწრაფ განვითარებას ვემხრობით და სულ ამაზე ვლაპარაკობთ. ну ვიღაცები ალბათ უფრო ნელ განვითარებას ემხრობიან. საბოლოო ჯამში პროცესს აქვს რაღაც თავის სიჩქარე. და ну ეს სიჩქარე პრინციპში, რა ვიცი, თუ რაღაცა საშუალოს, ასე ვთქვათ, ავიღებთ და ვიტყვით, ამ საშუალო სიჩქარეებში არ არის ცუდი რა, რაც ხდება რა, იმიტომ რომ ну რეალურად ეხა ჩვენ შეიძლება უფრო გვინდა რომ რაღაცა
დღეს უკვე გქონდეს ბლოკირებული მნიშვნელოვანი, ესე იგი, ეს ქოცური საყრდენი ინსტიტუტები, მაგრამ ეგ არა გვაქვს ბლოკირებული, სამაგიეროდ მოქალაქეების რაოდენობა მზარდია. ანუ სხვადასხვა სექტორის ჩართულობა პროტესტში მზარდია და ამას ვაკვირდებით. ანუ რეგიონების ჩართულობაც მატულობს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანების, აგერ ბიზნესის ამხელა ჩართულობა მივიღეთ და შიგნითაც საჯარო მოსამსახურეების დემონსტრაცია გქონდა. ასე რომ ეს მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძლიერდება. მეორე, ჩემთვის რაც იყო ძალიან, ესე იგი, პოზიტიური და რაც გავიგეთ, ხო? ბევრი ამბობს, პროტესტი უნდა გაგრძელდეს იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა. ანუ უვადო პროტესტანტთან გვაქვს ახლა საქმე, რაც ასევე ძალიან კარგი რამეა, როცა პროტესტი ხდება შენი ცხოვრების წესი. ანუ უკვე მთავრობასთან იწყება რეალური ჭიდაობა. ეხლა ეს თან ეს არ არის რაღაცა ისეთი მომენტი, რომ აი ახლა სწრაფი სპრინტი გავიქცეთ, მოდი აბა და მორჩა რა, რაღაც 100 მეტრიანი, არა. ეს არის უკვე გრძელი მარათონი, რომელსაც შენ მზად ახარ და იმას ეუბნები, რომ თუ მზად ახარ, აბა შენც გამომხევი და ვნახოთ რამდენად მზად ხარ. ახლა უკვე ამ მარათონში რა ხდება? ამ მარათონში მთავრობის ვიღაც ტიპები გაკლდება სანქციებით, ვიღაც ტიპები გაკლდება ამ სანქციების შიშით, ვიღაც ტიპები გაკლდება მაგალითად უკეთესი მომავლის პერსპექტივით, ხო? და ანუ მთელი შეჯიბრი რაშია? იქით უნდა შეთხელდეს, შენთან უნდა გაიზარდოს. და მოდი რეალურად ეხლა ესეც ვთქვათ რა, ანუ ჩვენ მოქალაქეებმა უნდა გადავწყვიტოთ მართლა რა გვინდა, ჩინეთი გვინდა და რუსეთი გვინდა, თუ ევროპა გვინდა და ამერიკა გვინდა რა. აი ეგ არის ძალიან რეალური, მე მგონი ეხლა არჩევანი, რომლის წინაშეც დავდექით, აი დასანქცირებული ტიპი გაიქცა, შეხვდა, რა ვიცი, ჩინეთიც ეს რაზე შეხვდა, არ ვიცი და რაღაც სიმბოლური, ასე ვთქვათ, ნაბიჯი იყო, როგორც ჩანს ორივე მხრიდან, ხო? ზოგადად აი ხა ეს მოქალაქეებს ჩვენ გადასაწყვეტი გვაქვს. თუ გვინდა და უმრავლესობას, მკაფიო უმრავლესობას გვინდა რომ ვიყოთ დასავლეთი ვიქნებით. ეს არის მთელი სტრატეგია, ასე ვთქვათ, თავიდან ბოლომდე. ჩვენ თუ გვინდა ვიქნებით. იმიტომ რომ იქიდან მზაობა არის, იქიდან განწყობა არის და იქიდან ნაბიჯებიც არის. ეხლა ჩვენი მხრიდან თუ იქნება ეს და რა ნაბიჯები? რა ნაბიჯები და აი ნაბიჯები არის ის, რასაც უკვე ვდგამთ, ხო? ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენ პროტესტს, ეხლა რაც უფრო მეტი ვაჩვენებთ, მით უფრო ძლიერია პროტესტი, რაც უფრო დიდხანს ვახორციელებთ ამ წნეხს, მით უფრო ეფექტურია ეს წნეხი და ჩვენზეა ეს ყველაფერი რა. ხო, გეტყვი, უბრალოდ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ანუ ეს არ არის მართლა ორკვირიანი პროტესტი. ანუ ორ კვირაში არაფერი არ წყდება. თუმცა ამ შეიძლება ემზადებოდეს 3 წლიან პროტესტისთვის, მაგრამ მართლა ორ კვირაში გადაწყდეს რაღაცა. ანუ და შანსი ჩაგივარდეს, რომ გადაწყვიტო, კაცო, ეგ არ არის გამორიცხული არასდროს. მაგრამ აი უნდა ვემზადოთ პროტესტისთვის კი არა, აი ხო, პარტიზანული ბრძოლაა რა, ომი არის რა. ანუ ომი არის და ამ ომში ხარ იქამდე სანამ რომელიმე მხარე არ გამოიფიტება და არ დანებდება რა და სხვათა შორის გამოფიტვის ნიშნები უფრო მეორე მხარეს არის რა. ეხლა შენ რაც ჩამოთვალე რომ ხალხი აკლდება და ასე შემდეგ და სანქციები ემატება. აი ეს არის გამოფიტვის ნიშნები. ანუ ჩვენი გამოფიტვა რა იყო? ხო, რაღაც ეტაპზე ხო 500 ადამიანი დაიჭირეს და ხო გამოგვაკლეს უცბად. მაგრამ ეს 500 ადამიანი ბრუნდება ნელ-ნელა და ხო, ზოგს რაღაც სხვადასხვა პრობლემა აქვს, მაგრამ წყობში ჩადგებიან, ხო? და იმ 500 ადამიანის მაგალითით კიდე სხვა 1000 და 2000 და რამდენიმე 1000 მოემატა პროტესტს, ხო? მათ შორის იმათი ბანაკიდან მოკიდა ხელის ბანაკი. ამიტომ პროტესტის რაღაცა წონასწორობა არის ახლა, ოღონდ აი ეს სასწორი არც ერთ მხარეს არ არის გადახრა და დიდხანს გრძელდება უკვე გარკვეული ხანი და აი ეს ჭიდილი არის რა, აი საით გადაიხება რა, ორივე მხარე მეტნაკლებად იფიტება რა თქმა უნდა. ორივე მხარე ელოდება დახმარებას. ანუ ოღონდ არა, ოღონდ დახმარებაც მოდის რა. ოღონდ ძალიან მნიშვნელოვანია, უყურე ერთი რამე ვიცოდეთ, რომ აქამდე მთავრობის მხარე უფრო ძლიერი იყო ყოველთვის. და მოქალაქის მხარე იყო ყოველთვის
რაღაც აი სპონტანურობის შემთხვევაში ქონდა რაღაც ეფექტი, მაგრამ მერე წონას კარგავდა ხოლმე. აი დღეს ჩვენ უკვე სტაბილურად შევქმნით მთავრობის ასე ვთქვათ საპირწონე ბალანსი და ეხლა ვცდილობთ და ეხლა ნელ-ნელა მიდის იქითკენ რომ გადავძალავთ ჩქარა, ყველაფერი დამთავრდება ჩქარა. გადავძალავთ ნელა, დამთავრდება ნელა. აი ეს გონიერება მე მგონი პროტესტში არის, იმიტომ რომ რეალურად რამდენი ხანია პროტესტი გრძელდება. და ყველაზე ბინძურმა პროპაგანდისტებმაც კი ვერც ერთი ნორმალური არგუმენტი ვერ შექმნეს, რომ ამ პროტესტისთვის რამე ძალადობა დაებრალებინათ. ყველაზე ბინძურმა პროპაგანდისტებმაც კი და ჩვენ ვიცით რამდენ ხერხს იყენებენ ამ სიბინძურის, რომ პროტესტს დააბრალონ ესე იგი ეს რაღაცა ძალადობრივი რადიკალიზმი. აი ამდენმა პროპაგანდისტმაც იქიდან დაწყებული იმედის ეს თაღლითი რუხაძის კომპანია, აქით მეორე თაღლითი ამ შალვა რამიშვილის ეს რაღაცა პატარა შტაბი რო აქვთ მოწყობილი და ფაქტია, რომ მოკლედ ვერაფერი ისეთი ვერ გაუკეთეს ამ პროტესტს, რომ მისთვის შეელახათ რეპუტაცია და პირიქით, ესე იგი უფრო მეტი ადამიანია დღეს ამაში ჩართული და ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის. ეგეთი რამე არ მომხდარა საქართველოს ისტორიაში, ყოველ შემთხვევაში ანუ რა ვიცი, აი 80-იან წლებშიც კი როცა ამბობენ, რო თქვა, აი იგივე 9 აპრილის მოვლენებიც რო იყო, ხო? ამდენი ხანი იყო მასობრივი ეს პროტესტები? არა, ეს გრძელდებოდა სხვადასხვა ანუ იყო მომენტი, რომ პროტესტები იყო ხოლმე რაღაც, მაგრამ აი ეს სტაბილური დინამიკა, ქალაქების მუდმივი ჩართულობა, ანუ რა ვიცი, ესეთი და თან აი ამ მასშტაბის დისციპლინის შენარჩუნება, არაძალადობრივი დისციპლინის, რასაც ეგ არის ძალიან სერიოზული. ერთი მხრიდან, ანუ ძალიან უნდა თქვა, აი მართლა ძალადობრივი რაღაცნაირი რომ თითქოს ძალადობრივი იყო, ასე ვთქვათ, ეგ პროპაგანდამ გააკეთოს და მეორე მხრივ დეესკალაცია მოახდინონ ყველანაირად და რომ მოდით უბრალოდ აი საერთოდ არაფერი არ გააკეთოს. გამოდი გამოხატე რა. აი დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ეხლა უკვე აი ეს მესიჯი დაიწყოს, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. და უგმობთ ყველანაირ ძალადობას. ნუ აი ეს ორი მესიჯია. მაინც პრინციპში სუსტი პროპაგანდა მოკლედ გაუსხათ რა, აი მაგ ეტაპზე. არა, მაგათ პროპაგანდამაც გაუსხათ და ვიდოთ თავი ძალიან, ანუ ამოქაჩვაც შეუძლიათ ხოლმე. არა, ეგრე ადვილი აღარ არის, იმიტომ რომ Facebook-ი პირდაპირ რეჟიმში, ლაივ რეჟიმში ურეპორტებს ამ თავის პროპაგანდისტულ გვერდებს, სულ რამდენიმე აქვს შენარჩუნებული და იქაც ასე ვთქვათ, რაღაც რაოდენობის ლაიქები რო გროვდება, ეგრევე ურეპორტდებათ და კარგავენ. ტროლებს კარგავენ, მიდის ლუსტრაცია მაგათი დეზინფორმატორების, რომელიც ამ ყველაფერზე მუშაობენ, ასე რომ და ეხლა რასაც უყურებთ, უკვე დიასპორა ძალიან აქტიურად იწყებს ამ დეზინფორმაციის წინააღმდეგ მუშაობას და გამოვლენას, აი ამ ევროპაში მოკალათებული რაღაცა აი ამ რუსი გავლენის ჯაშუშების, რომელიც თვითონ რაღაც ევროპულ ქვეყნებში არიან და აქეთ საქართველოში თესავენ ამ ღვარძს და მიუღებლობას ამ მთელი ევროპული სივრცის მიმართ და აი ამათი ილუსტრაციაც უკვე დაწყებულია და მიდის ამათი რეპორტინგიც და რეპორტებაც რა. ასე რომ პრინციპში ყველა ფლანგზე რაღაც მუშაობა მიდის, ყველა ფლანგზე და ეხლა ერთადერთი მე მგონი რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რაც ძალიან გვაკლია, ეს უკვე არის პოლიტიკური ფორმის მიცემა აი ამ პროცესისთვის. ანუ პოლიტიკურ ფორმას ჯერჯერობით ეს პროცესი ვერ იძენს. ეს არის ჯერჯერობით კვლავაც, ასე ვთქვათ, უფრო სამოქალაქო მოძრაობის ფორმატი. და ეს ძალიან კარგია, რაღაცნაირად დაცულიც არის აქედან გამომდინარე ეს ფორმატი, იმიტომ რომ ვერ ხდება იდენტიფიცირება მათი, ვისაც უნდა დაარტყას მთავრობამ და ნუ ამ დროში პროტესტი კიდევ უფრო იზრდება,
მაგრამ აუცილებლად ძალიან მალე დადგება საჭიროება პოლიტიკური ფორმატის და ეს ფორმატი აუცილებლად უნდა იყოს მზად, რომ გამოვიყენოთ შემდგომი ტრანზიციისთვის რა. აი მაგ მინდა ჩაგიკითხო რა. აი შენი სტატუსი ხო ახსენე და იქ იყო სხვადასხვა გამოცდილებები წარმატების თუ წარუმატებლობის და ბოლოს ჰქონდა ეგეთი ფორმულა, რომ ასე ვთქვათ პოლიტიკურ მათ შორის პარტიებთან ერთად თანამშრომლობით რაღაც საგზაო რუკასავით უნდა იყოს შექმნილი, რომელიც იქნება დეცენტრალიზებული ჯგუფები, რომელშიც იქნება დეცენტრალიზებული განახორციელებენ დეცენტრალიზებული ჯგუფები და მაღალი არაძალადობრივი დისციპლინის დაცვით რა. ეგ ფორმულა ძალიან მომეწონა. აი რაღაცა ეგ უკვე ეს რაღაცა უკრაინული ფორმულაა, ეს რაღაცა უკრაინული გამოცდილებაა, რომელიც აჩვენებს, რომ აი პარტიები და სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობების ჯგუფების წარმომადგენლები ერთად რაღაცას წყვეტენ. დღეს უბრალოდ მაღალი რისკის მასში ვართ, ეხლა მაღალი რისკის გარემოში ვართ. და მართალი გითხრა, მე მგონია ჯერ კიდე ბოლომდე ვერ არის გააზრებული ამ რეჟიმის ბოროტება და მასთან დაპირისპირების ინსტრუმენტები. ხა ვერ არის გააზრებული, რატო? იმიტომ რომ ჩვენ საქმე გვაქვს აპოკალიფტურ აზროვნებასთან რა. აი წარღუნა არის ამ რეჟიმის მთავარი იდეოლოგია. მათ არ აინტერესებთ მართლა, ან არც თავის შვილების, ხვის შვილებზე ლაპარაკი ხო არ არის. აი არაფერი არ აინტერესებთ აი ამ მომენტის кайფის დაჭერის გარდა. და ამ მომენტის გახანგრძლივება უნდათ რა, მომენტშიც кайფობენ რა. მეტი არაფერი არ აინტერესებთ რა. და თუ აკლდებათ იმატებენ და იმატებენ და იმატებენ წამალს, რომ აი ეს მომენტი გაიზარდოს რა და არასდროს არ დამთავრდეს. და რო დამთავრდება, აი როგორც ამფეტამინებით ჭყიპავდნენ, ხო? თავის ჯარისკაცებს, რომ მე 4 და 5 დღე რო ჭყიპავ ტიპს, მე 2 კვირა მკვდარია. ანუ აი ეგ მომენტი არ აინტერესებთ, მე რო ხრბიან. და ეს არის აპოკალიფტური ძალა. ანუ ეს ძალა ძალიან საშიშია. ტკბობაზე მინდა მეც გითხრა, ტკბობა მეც შევატყვე, ტკბობა და ტკბობა თავიდანვე აი რუსული კანონის პირველი ცდის დროსაც შევატყვე და აი სულ ფიქრობდი რომ რატო ემართებათ, რა ხდება რა და მოდი ერთ რაღაცას მივაქციოთ ყურადღება რა. აი ხა პირველად ვამბობ, ჩემთვისაც ალბათ არ მეტყოს. აი ჯაშუშისთვის, აი ჯაშუში რომელიც მუშაობს რა ყოველთვის და რა ანუ შპიონისთვის, ხო? მისთვის ტრიუმფი არ არსებობს. ანუ ის შეიძლება იდეალურად აკეთებდეს საქმეს, მაგრამ ვერავინ ვერ ხედავს მის საქმეს. იქ რაღაც პატარა უწყების რაღაც თანამშრომლების გარდა, ხო? აი ეს რომ ნახე რა გენიალური რაღაც გავაკეთე და როგორი რაღაც მაგარი რამე ჩავატარე. ამის ტრიუმფს ჯაშუში ვერ გრძნობს. ხო და აი რუსული კანონის პირველ მოსმენაზე მივაქცია ამას ყურადღება, იმდენად ტკბობაში და ბედნიერებაში გადავიდნენ, აი როგორც მხატვარი, არ ვიცი, მოქანდაკე რომ რაღაცა შექმნის, აი მართლა ისეთ შექმნის, რომ თვითონ მოეწონება და ტკბობაში რო ვარდება, აი ეგეთი ტკბობა შევატყვე რა. ანუ ესენი ჩემი დაშვებით მაგ იქცნენ იმ ჯაშუშებად, რომელსაც აი უნიკალური შემთხვევა მიეცათ, რომ თავისი ნახელავი, თავისი ნამოქმედარი ეხილა რა. და აი რეალურად, ანუ ჯაშუში, რომელსაც აქვს ტრიუმფი. აი ეს ტრიუმფი ნახეს ტიპები. აი ეს არის ჩემთვის რა. და ეს ძალიან საშიში მომენტია. ეს ძალიან საშიში მომენტია, იმიტომ რომ ეს ტიპები რაზე წავლენ? ეს არის აგირეზე რო გეუბნე, აგირე ხდის რისხვა, იმის ვერნერ ჰერცოგის ფილმი. აი ამითი რო ტრაბახს, მე ვარ ყველაზე დიდი მოღალატე მთელ დედამიწაზე და ისტორიაში. ანუ არც არავინ ყოფილა ჩემზე დიდი მოღალატე, არც არავინ არ იქნება მე ვარ რა. და ასე შემდეგ, მაგარი მონოლოგია რა, ვისაც უნდა დასერჩოს აგირე ხდის რისხვა, ვერნერ ჰერცოგის ფილმი არის. აი, ხო, აი დაახლოებით იგივე რაღაცა ხდება იქ რა. ხო, ეს ამასთან გვაქვს ახლა საქმე. ამასთან გვაქვს ახლა საქმე და ამაში ძალიან ბევრს ითრევენ. აი ამაში ძალიან ბევრს ითრევენ, ანუ ძალიან ბევრს ხიბლავენ ნაძირლობის აი ამ გამოცდილებით. აბსოლუტური ბოროტია რა.
ანუ აი ეს აბსოლუტური ბოროტის იდეა რო არის რა, ანუ აი ყველაზე ბოროტი რო შეიძლება იყოს რა არის, რომ ანუ თავის ბოროტებით ტკბება სინამდვილეში, ანუ სულაც არ გონია ეს ბოროტება და ეს არის მისთვის მთელი modus opera, აი ეს მოქმედების შეშმარიტება არის. ეგ არის. ხო და ანუ რაღაცა ცდილობენ რომ ესე შემოგვასაღონ. ესე შემოგვასაღონ ეს რაღაცა მთელი თავის მესიჯებით მთელი თავის აი ამ ტყუილი პაკეტებით, აი ამ რაღაცა გაორებული კომუნიკაციებით, ამ ურთიერთწინააღმდეგობრივი ცნებების ერთმანეთთან დაკავშირებით, ზელვით, აი და სინამდვილეში ამ ტიპებს უბრალოდ ბევრი ფული ევასებათ. შეიძლება მართლა ყველას არ ვიცი გიო. არა, მე მგონი მართლა ძალიან ბევრი ფული ევასებათ. მართლა ჯაშუშური ტრიუმფი არის. შეიძლება არის, მაგრამ ძალაუფლების მხედრები არიან, კიდე სხვა არის რა. მაგრამ ძალაუფლებაც ევასებათ. რა თქმა უნდა. ძალაუფლებაც ევასებათ, ძალაუფლება მაგრა ევასებათ ტიპებს, ეგ უნდათ. აი ეგ უნდათ, რომ აი ახლა ესე ხელსო გაატკაცუნებს და რაღაცა გააკეთონ და ეგ სასტავი ბევრნი არ არიან. ეგეთი შერეკილები ბევრნი არ არიან ხალხო. ეგენი ცოტანი არიან. აი ეგეთი შერეკილები არიან ცოტანი. ეხლა ყველა დანარჩენები ეგეთები არ ახართ. პროსტა ხართ მაგ ტიპების აი ამ წუთას მაგ ტიპების ხელებზე წამოცმული სათამაშოები ხართ. თოჯინები ხან ერთში შეყოფენ ხელს, ხან მეორეში და მე გათამაშებენ ესე. აი ეს კარგად უნდა გაიაზროთ. ბოდიში რთულია ამის გააზრება, მაგრამ უმეტესობა ხართ სათამაშოები, რომელსაც აი ეს მანიაკები ხელებზე ხელთათმანებივით თქვენ გიცვლიან. დაფიქრდით ამაზე, არ არის ეგ ცხოვრება, თქვენი ცხოვრება, რომელთაც ისინი ცხოვრობენ. ის ძალიან ბევრი ფული იშოვეს, ამ ფულში ხრჩობიან, ძალაუფლება აქვთ აბსოლუტური, აი ეს განცდა აქვთ, რომ ყველაფერი შეუძლიათ. ეგენი შეიძლება ერთ ოთახში ჩაიკეტონ და იქ იცხოვრონ 1 და 2 წელი. ქვეწარმავლები არიან ტიპები სინამდვილეში, ანუ არაფერი არ აქვთ გონებაში, გარდა აი ამ თავისი არსებობის შენარჩუნება გახანგრძლივების. იმის იქით მათთვის არაფერი არ არსებობს, აპოკალიპტური ხალხია თქო, მაგიტომ რა. ანუ თავიანთ ცხოვრებასთან ერთად შეიძლება ტიპები ფიქრობენ ყველაფრის დასრულებას. ეს ვერ არიან ნორმალურები ხალხო და ყველა ვინც თვლით რომ ამადგან რაღაცა სარგებელს ელოდებით, ანუ რა ვიცი, აი ეშმაკთან დებთ კონტრაქტს. რა უნდა მიიღოთ ამ ტიპებისგან? გადაგივლენ შეგჭამენ, ძულებს არ დაგიტოვებენ. თქვენსავე ძულებს არ დატოვებენ დასამარხად. ამიტომ რაღაცა აი მთელი ეს ჩვენი, ასე ვთქვათ, შემდგომი უკვე პერიოდი, მოდი გავიაზროთ უკეთ, ხო ხედავთ რაც ხდება, ანუ სანქციები არის სიმბოლური განაცხადი, რომ ამათთან ყველაფერი მთავრდება უკვე, დამთავრდა უკვე ამათთან, კი არა მთავრდება, დამთავრდა ამათთან, არავინ ნორმალური არ ურთიერთობს, ურთიერთობს რუსეთი, ირანი და ჩინეთი. აი დაფიქრდით ახლა, რუსეთი, ირანი და ჩინეთი. აი აქ არ გინდათ დამიჯერეთ. და დარწმუნებული ვარ უმეტეს თქვენგანს ესმის რომ არ გინდათ. ჩვენ ახლა ნამდვილად რაც გვჭირდება ეს არის ამ ტიპების ძალიან ესეთი რაღაცნაირად გამოხატული იზოლაცია. რომ ესენი თვითონ მიხვდნენ რომ ძალიან იზოლირებულები არიან. ამის მერე შემდგომი ეტაპი უნდა დაიწყოს, რომელიც იქნება ეტაპობრივი მოპოვება მათი სივრცეების, მაგრამ ეს იზოლირება კარგად უნდა ვაგრძნობინოთ ყველამ რა, ეს გაფიცვები და ეს ყველაფერი, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ისინი ხედავდნენ, რომ ხელი აღარ მიუწვდებათ სადღაც. თორე თუ ამას ვერ ხედავენ, ეგენი მანიაკები არიან, ბოლომდე ყველაფერზე წავლენ. ბოლომდე წავლენ ყველაფერზე და გეუბნებით, ან თავის ოჯახებს გაანადგურებენ, ეგ არ არის მაგათთვის თავარი, ანუ რაღაცა სხვებშეწირვის მანიაკებს, სხვებშეწირავი მანიაკები არიან, ადამიანებს სხვებშეწირავენ. რაც დუგინმა გააკეთა მაგალითად, ესენი არიან, აი რაღაცა ეს დუგინის
პატარ-პატარა ნასხლეტები არიან. აი იმ ტიპმა შექმნა ესა მანიაკის სახე და ამის მერე კოპირება მიდის რა, ესე იგი კოპირება მიდის აი ამ სხვადასხვა ქვეყნებში რა. და ჩვენთან აი ილუზია შექმნა, ოღონდ ეს ილუზიაში ჩართო ადამიანები და აქცია რეალობად რა. და აი ამაში და ესენიც მაგას აკეთებენ. ხო, ეს არის რუსული ფილმი, რომელიც უბრალოდ ერთ დღეს რო გამორთო ტელევიზორი, მეორე დღეს შეიძლება არ ახსოვდეს არავის. საერთოდ შორის დიქტატურების შემთხვევაში ეგეთი რაღაც ხდება ხოლმე რა. ხალხი გამორთავს ხოლმე და მეორე დღეს ისე გრძელდება ცხოვრება, აი თითქოს გუშინ აიგერი არ იყვნენ, რომ რაღაცას აფუჭებდნენ, ან რომ გუშინ მაგალითად თითქოს რაღაცა არ იჭერდნენ ადამიანებს ქუჩაში, ადამიანებს აქვთ ამის უნარი, რომ გადართონ და ეს სტრესი გადააგდონ ცხოვრებიდან, რა დაივიწყონ. თვითონვე არ მაგას გულით. ხო, რაღაცნაირად კი, თვითონვე რა. და ნუ ეს არა, ადამიანებმა აი რაღაც თვითგადარჩენის ინსტინქტივით არის, რომ რაღაც მომენტში რომ ჩათვლი რომ საფრთხემ ჩაიარა შლი რა მეხსიერებიდან მაგრამ მე ხა გეტყვი ეხა მე ცოტა ხნის წინ ერთ ქვეყანაში ვიყავი რა და სადაც წლების განმავლობაში დიქტატურა იყო ანუ ალბანეთში რა მაგრამ იმ დიქტატორის სახელს არ ვიტყვი იმიტომ რომ ის ადამიანები ანუ ვისაც ველაპარაკე თვითონ არ ამბობენ ამ დიქტატორის სახელს რა უბრალოდ როგორც დიქტატორს ისე მოიხსენიებენ და რატო არ ამბობ მე თქვი რა აი უფროს ხალხს ჯერათო რომ თუ იტყვიანო შეიძლება დაბრუნდესო და ჩვენო უფრო ახალ თაობას გვინდა რომ დავიწყებას მიეცესო ანუ მისი სახელის ხსენება მისთვის შეიძლება კიდევ ანუ აი მახსოვრობაში დარჩენა იყოს და მისთვის გარკვეული პლუსი იყოს და პირიქით მინდა რომ აი დავიწყებაში გადავიდეს რომ მისი სახელიც ანუ იქაც ვერ გაიმარჯოს ასე ვთქვათ მომავალში რა აი რაღაცა ეგეთი იყო და შევესწარი აი არა მარტო ერთ ადამიანთან რა უბრალოდ მასიურად ადამიანები დიქტატორის სახელს არ ამბობენ და ნუ მათი პატივისცემით ეხლა არც მე არ ვიტყვი დიქტატორის სახელს მაგრამ აი ეგეთი რაღაცა იყო რა გამორთეს ასე ვთქვათ გამოთიშეს რა ხო, არის ეგ მომენტი არის და რა ვიცი, შეიძლება ჩვენც ეგეთი რაღაცა ვქნათ, მაგრამ აქამდე უნდა მივიდეთ, ან ძალიან დროზე ადრე, ნუ რთავთ ამ დიქტატურას და ნუ ფიქრობთ, რომ არა კაცო, ეგრე არ იქნება და გადავედით სხვა რაღაცაზე. არა, ხალხო, მანდა ვართ ეხლა ვართ ძალიან ცუდ პერიოდში, რომელსაც მივყვებით გონივრულად კარგია, ესე უნდა მივყვეთ, მაგრამ რიგებიც უნდა გავზარდოთ კიდევ უფრო მეტად, ანუ მათ თავი უნდა იგრძნონ სრულ იზოლაციაში რა და აი თავდაჯერების თუ თავის მოტყუების აი ის მიზეზიც კი აღარ უნდა ქონდეთ. აი მაგალითად კანცელარიაში თანამშრომელი რო ადგება და წავა აი მისაღებიდან და ეტყვის რომ შენ თუ გაატარე წერილები რა. ეგ არის ყველაზე იდეალური რა თქმა უნდა თუმცა შეიძლება ეგრე არ იყოს ეგ მომენტი შეიძლება არც დადგეს მაგრამ აი ეგ არის იდეალური ანუ აქით უნდა ვიაროთ ანუ უნდა ვცადოთ რომ ყველამ ერთი ადამიანი გადმოვქაჩოთ ხოლმე მაქსიმალურად გამოუცარიელოთ იმათ რიგები ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა რა და დინამიკას როგორ ვხედავთ ამ დინამიკას ვინარჩუნებთ და ეს დინამიკა უნდა შევინარჩუნოთ და ნუ დანარჩენი უკვე მოდის დროსთან ერთად და აი ამ დროს უნდა გაძლება რა რეალობა რაც არის ეგ არის ანუ ეს ტიპები გავიდნენ ბოლომდე შერეკილები არიან თუ რაც არიან ფაქტია რომ უკლეთ ამათთან მე მგონი ლაპარაკი მართლა ძალიან ფაქტიურად შეუძლებელია რა ლაპარაკი ვერ იქნება ამათთან არის დარჩა ერთი სცენარი როცა თავისივე ინსტიტუტები გადაუდგებიან და ეს ტიპები პროსტა ერთ დღეს აღმოაჩენენ რომ ერთ შენობაში სხედან რეკავენ აი ჩაუშესკუსავით ტელეფონებზე აქეთ-იქით ბრძანებებს გასცემენ და ბოლოს აღმოჩნდება რომ ამ ბრძანებებს არავინ აღარ ისმენს და ის წრე რომელიც მათ შენობას დაცვის სახით ქონდა შემორტყმული ეს წრე არის მათი ფაქტიურად დამტუსაღებელი წრე. აი ეგ არის საბოლოო ჯამში მე მგონი საითაც ეს ტიპები მიდიან რა, იმიტომ რომ სხვა გზას უბრალოდ ფაქტია რომ თვითონაც არ უნდა სხვა გზის განხილვა. როგორც წესი დიქტატურების მთავარი ტრაგედია ის არის რომ თვითონ უნდათ
დიქტატურები იყვნენ და თვითონ უნდათ ბოლომდე ჩავიდნენ აი იმ ტალახის ძირში, რომელიც ძირშიც დიქტატორები ჩადიან ხოლმე. ეგ არის. რავი, მე მგონი, რა ვიცი, დღეისთვის ეგ არის და ხო, შეგვიძლია რომ აღარ დავიწყოთ ამ სხვა თემას, იმიტომ რომ მე კიდე შევყვეთ. კი. შეხვედრამდე აბა და არ დაგავიწყდეთ, ვინც გვისმენდით, გამოგვიწერეთ. და დიდი მადლობა ყველას, ვინც უკვე ხართ ჩვენი გამომწერები. გამომწერების რიცხვი იზრდება, ჩვენს მართლა ძალიან გვიხარია და უფრო მეტი ენერგიით და შემართებით გავაკეთებთ ჩვენ საქმეს. თან აქვე გეტყვით, რომ ჩვენ მიზანმიმართულად რაღაცა ჯერჯერობით არც ვასპონსორებთ, არც რაღაცა სხვა ხო რეკლამებს არ ვაკეთებთ, ესე უბრალოდ ვავრცელებთ ისე როგორც თვითონ გავრცელდება. ან ვიცით რომ ადამიანები უზიარებენ ადამიანები ერთმანეთს და აი ზუსტად ჯერჯერობით თვლით რომ ეგრეც უნდა იყოს. მე რაღაც დროს შეიძლება ვცადოთ და უფრო დავასპონსოროთ რაღაცა, მაგრამ მე მაგალითად პირადად გონია რომ მაინც უფრო ნიშური კონტენტი გვაქვს და აი ის ტიპები უფრო სარგებლობენ, ვინც პროცესებსაც მიყვებიან და მე ჩვენთან ერთად აი იმ დისკუსიაშიც მონაწილეობენ რა. აი ესე რაღაც განყენებულად რო აიღო და უბრალოდ დაიწყო 23-დან მოსმენა შეიძლება ვერ გაიგო რას ნიშნავს რა. რაღაცნაირად ამ ხაზს უნდა მიყვებოდეს მაინც მსმენელი. ხო, ნუ უბრალოდ ნახვებზე არა ვართ ახლა ორიენტირებული, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც 300,000 ნახვა გქონდეს, მაგრამ საშუალოდ 3 წამი გიყუროს, 30 წამი გიყუროს ადამიანს. თუ არა ინტერესებს, აზრი არა აქვს იქ YouTube-ის სადღაც ამოუგდებს თუ არა რეკლამას და ერთი კლიკი ექნება თუ არა რა. ხო, მე მაგის მომხდება რა. ეგრე. კი ბატონო. აი, მაშინ გამოგვიწერეთ და დაგვიკომენტეთ დროებით.